გაყალბებისაგან დაცული არჩევნების ჩასატარებლად ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას თავაზობს ხელისუფლებას პარტია საქართველოს გზა. პარტიის ლიდერმა ბრიფინგი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელთან ერთად ჩაატარა, რომელიც უახლოეს საარჩევნო ტექნოლოგიებს სხვადასხვა ქვეყანაში უზრუნველყოფს. სისტემა ამომრჩევლების ზუსტ იდენტიფიცირებასა და უტყუარ მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც კენჭისყრის შედეგების გაყალბებას გამორიცხავს. ამ თემაზე საქართველოს გზა გეგმავს შეხვედრების გამართვას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს სამართლიანი არჩევნების პრობლემა და ყველა დაინტერესებულ მხარეს ვთავაზობთ მონაწილეობა მიიღონ ამ საკითხებზე მსჯელობაში. ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან ერთად მთელი ჩვენი რესურსი მოვახმაროთ საქართველოში ამომრჩეველთა აღრიცხვის და გაყალბებისაგან დაცული საარჩევნო სისტემის დამკვიდრებას. რადგან ნებისმიერი დონის არჩევნებში მოსახლეობას სრული ნდობა ჰქონდეს ჩატარებული არჩევნების მიმართ. ამ სისტემის უპირატესობა ის არის, რომ მას შეუძლია სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. ეს იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგები გამოავლენს ლეგიტიმურ კანდიდატს. სამწუხაროდ, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გვინახავს არჩევნების შედეგების შეცვლისა თუ მოდიფიცირების მაგალითები. ელექტრონული სისტემა კი ამას არ დაუშვებს. ეს სისტემა ქვეყანას სამართლიან შედეგებსა და ლეგიტიმურ კანდიდატს მისცემს. ჩვენი მომსახურება უკვე ბევრ ქვეყანაში გამოიყენება. მაგალითად, სწორედ ჩვენი სისტემით მისცა პრეზიდენტმა ობამამ ხმა არჩევნებზე ჩიკაგოში.